მოგესალმებით აპოლინეს სამყაროში. გვიახლოვდება ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. საქართველოს ყველა კუთხეში აღნიშნავდნენ ქრისტეშობის დღესასწაულს და ამზადებდნენ შესაბამისად სუფრას. გურიაში კი მზადდებოდა სუფრასთან ერთად გურული ღვეზელიც, რომელიც დღემდე შემორჩა. და კვერცხი როგორც სიცოცხლის სიმბოლო უნდა მოვხარშოთ. მე კვერცხი მოვხარშე წინასწარ და სანამ კვერცხი მოიხარშება, მოვზილოთ ცომი, რისთვისაც მჭირდება 800 გრამი ფქვილი, 1 ნედლი საფუარი, რომელიც იწონებს 42 გრამს, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და დაახლოებით 500 მილილიტრი თბილი წყალი. იმისათვის რომ დავარწმუნდეთ, საფუარი კარგია თუ არა, მოვათავსოთ თბილ წყალში, დავამატოთ შაქარი და მოურიოთ კარგად. შაქარი ხელს უწყობს საფუარის სწრაფად გააქტიურებას. დადგით დაახლოებით 5 წუთით და საფუარი რომ დაიწყებს ამოსვლას, უკვე მზადაა. წყალი უნდა იყოს თბილი. მეცემს მოვზელ კომბაინში, რისთვისაც ფქვილს დავუმატებ წყალს, რომელშიც არის უკვე საფუარი გააქტიურებული. დავუმატებ წყალს ნელ-ნელა. და დავიწყებ ცომის მოზელვა. ცომის მოზელვა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ხელით. მოზელვის პერიოდში უმატებთ მარილს და დროთა განმავლობაში უმატებ წყალს. შეიძლება დაგჭირდეთ სულ ცოტა ფქვილი კიდევ. და მე რაც თავში გამომრჩა, ეს იყო ზეთი. როდესაც ცომი მოეზილება, სულ ბოლოს დავუმატეთ დაახლოებით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი აუცილებელი არ არის, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სასურველი ზეთი გამოიყენოთ. როდესაც ცომი მოეზილა, გადმოვიღე ჩემს სამუშაო დაფაზე, დავამუშავე კიდევ ერთხელ, კარგად და ჩავაბრუნე ისევ შიგნით. მოვასხი ზემოდანაც ზეითუნის ზეთი, რომ ამოსვლის დროს პარკს არ მიეწებოს და გადავაფარე სამზარეულოს პარკი და შევდგი მაცივარში დაახლოებით 1 საათით. კვერცხი მოიხარშა და გავაცლი ნაჭუჭს. მე მოვხარშე 5 ცალი კვერცხი. კვერცხი გავჭერი შემდეგ შუაზე და გავჭერი არასწორად. უმჯობესია თუ გაჭრით კვერცხს სიგრძეზე. შეგიძლიათ კვერცხი დაჭრათ პატარა ნაწილებად. და რაც ჩვენს ღვეზელს სჭირდება, ეს არის ყველი. მე მაქვს ნაკლებად მარილიანი ყველი და მოცარელა ერთად. მე ყოლს გავხეხავ, თქვენ კი შეგიძლიათ უბრალოდ ჩამლით დაჭრეთოთ. თუ თქვენ ყოლს ნაკლები ცხიმი აქვს, დავუმატეთ ცოტა კარაქი. ჩემთან იყო დაახლოებით 1 კილოგრამი ყველი. როგორც ხედავთ, ჩემთან ცომი უკვე ამოვიდა. არის ძალიან ფაფუკი, ფუმფულა. და გადმოვიღებ მე ჩემს სამუშაო დაფაზე, სადაც მოვაყარე წინასწარ ფქვილი. ძალიან ბევრს არ დავამუშავებ, არამედ მივცემ უბრალოდ მოგრძო ფორმას. და მოვჭრი ცომის 5 გუნდას. გურული ღვეზელი მზადდება იმდენი, რამდენი
წევრიც არის ოჯახში. ჩემი ოჯახი შედგება 5 წევრისგან და მე გავამზადებ 5 ცალ ხვეზელს. ჩემთან ცომის გუნდა იწონდა დაახლოებით 100-120 გრამს. ხოლო მორჩენილი ცომით, რომელიც ბლომად მორჩა, გამოვაცხობ ხაჭაპურებს. ამიტომ თუ თქვენ მხოლოდ ხვეზელის გამზადება გინდათ, მოამზადეთ ცომის ნახევარი. მე ცომს მივეცი მრგვალი ფორმა, დავალაგე ჩემ სამუშაო დაფაზე და გავაჩერე კიდევ დაახლოებით 15-20 წუთით. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ სამუშაო დაფას მოვაყარე ფქვილი და ცომის გუნდა გავაბტყელე ჯერ თავიდან ესეთი თითების მოძრაობით. ხოლო შემდეგ გავაბტყელე უკვე საგლილოლას მეშვეობით და მივეცი მოგრძო ფორმა. თქვენ კი გააბტყელეთ თქვენს სასურველ ზომაზე. ყველი მოვათავსე ცომზე, გადავანაწილე თანაბრად და ყველი მოათავსეთ არა შუაში, არამედ ცოტა ნაპირისკენ. შემოუსწორეთ ყველგან კარგად და დაალაგეთ ზემოდან კვერცხი. შემდეგ კი გადაკეცეთ და გვერდები კარგად შეაერთეთ ერთმანეთს. გვერდები შემოუკეცეს ძალიან კარგად, თორემ გამოცხობის დროს აუცილებლად გაიხსნება. მიეცეთ მთვარისებული ფორმა და მე გადავიტანე შემდეგ ჩემს გამოსაცხობ ფორმაზე. გავასწორე კიდევ ერთხელ და ასე გავაგრძელე იქამდე, სანამ არ გამოცხვა 5 ხვეზელი. მეორე ხვეზელისთვის კი კვერცხს დავჭრი ნაწილებად. და დავალაგებ სიგრძეზე. გადავკეცავ რა თქმა უნდა ამასაც, შემოუკეცავ ძალიან კარგად. ნაპირებს, ხომალში ცხება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და დიდი ალბათობა იმისა, რომ გვერდები გაიხსნას. და ზემოდან გავუკეთე შემდეგ ჯვარი. გადავიტანე ჩემს გამოსაცხობ ფორმაზე და ზემოდან წავუსვი კვერცხის გული, რომელშიც იყო რძე გარეული. წავუსვი ყველგან. ხვეზელი გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე დაახლოებით 8 წუთი და ღუმელში მოათავსეთ სულ დაბლა საფეხურზე, რომ ზემოდან თავი არ დაიწვას. ხოლო მორჩენილი ცომით მოვამზადე მრგვალი ხაჭაპურები. ეს არის ხაჭაპურისთვის იდეალური ცომი. ისვისაც თითების მეშვეობით გავაბტყელე ცომი და მოვათავსე ზედ რამოდენიმე კოვზი გულსართი. ყველს ზემოდან მოაყარეს ძალიან ცოტა ფქვილი, რომ გამოცხობის დროს გარეთ არ გამოვიდეს და მოუკარეთ თავი და გადაატრიალეთ მეორე მხარეს. გავაბტყელე კიდევ ესეთი ხელის მოძრაობით და იმისათვის რომ მქონდეს თხელი ხაჭაპურები, გავაბტყელე კიდევ ერთხელ საგნილოლას მეშვეობით. შუაში გახსენეთ ცოტაზე, რომ გამოცხობის დროს არ გასკდეს. გამოაცხეთ ესე წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი და დადეთ სულ დაბლა. ჩემი ხვეზელი როგორც ხედავთ უკვე გამოცხვა და ზემოდან წაусმევ კარაქს. ღუმელში შეამოწმეთ ხშირად, რომ არ დაგეწვათ.
კარგი შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით წავუსვათ. მე ახლა გავჭრი ხველს და განახებთ როგორ გამოიყურება შიგნიდან. არის საკმაოდ ცხელი. და გვაქვს გემრიელი ხაჭაპური კვერცხის გულსართით. ჩემი ხაჭაპურიც გამოცხვა, ზემოდან წავუსვი კარაქი და გავჭრი. ხაჭაპური არის ძალიან ფუმფულა და გემრიელი. შეგიძლიათ გამოცხობამდე კვერცხის გული წავუსვათ ზემოდან. და ესე მარტივად მოვამზადე საშობაო გურული ღვეზელი, რომელიც არის აგრეთვე ძალიან გემრიელი. მე კი მოგილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ის დღე, როდესაც ყველა ქრისტიანი სანთლით ხელში ფანჯარასთან დგას. დელოდება, რომ შეეგებოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი. კიდით მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.